დილა მშვიდობის დაიწყო ახალი სამუშაო კვირა და გადაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ლელა ბაღდავაძე ვარ, დღევანდელ გადაცემას კი გრიგოლ გეგელია გახსნის. 4 ოქტომბრის საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე გამოცხადდება დღეს განაჩენი, ამჯერად 8 პირთან დაკავშირებით. შესაბამისად დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმაზე, რა საჩვენებს პროტესტის ფარგლებში დაკავებულ ადამიანებთან მიმართებაში სახელმწიფოს დამოკიდებულება. დაგვალოდეთ, დავიწყებ ზუსტად 1 წუთში, იქამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლოს სიახლეებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მომდევნო კვირას პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. დოკუმენტის წერილობითი ვერსია საკანონმდებლო ორგანოში უკვე გაგზავნილია. მთავრობის მეთაურის განცხადებით დოკუმენტი ქვეყნის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საგარეო პოლიტიკას, ჯანდაცვას და განათლებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოს საგარეო შოკებს წარმატებით გაუმკლავდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისთვის საჭირო მასალები. შვეიცარიაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პირდაპირ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. შეხვედრაში ამერიკულ დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი ხელმძღვანელობდა, ხოლო პროცესში შუამავლების როლს პაკისტანი და კატარი ასრულებდნენ. მოლაპარაკებების მთავარი თემები ბირთვული პროგრამა, რეგიონული უსაფრთხოება, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენა და სამხედრო ესკალაციის თავი და ნაცილება იყო. ჯეიდი ვენსის განცხადებით, ვაშინგტონის მიზანი მხოლოდ მიმდინარე კრიზისის დასრულება არ არის და ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ურთიერთობების ახალ ჩარჩოზე მუშაობას ცდილობს. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ლელო ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო გრიგოლ და მადლობა რომ გვესმით. ბატონო გრიგოლ, აი დავიწყოთ მთავარი საკითხების შეფასება. პირველ რიგში კი 4 ოქტომბრის საქმე დღეს კიდევ 8 ბრალდებულის მიმართ გამოცხადდება განაჩენი. ეს ადამიანები კი არიან ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე. აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, თუმცა მათგან 6-მა დანაშაული აღიარა, რის საფუძველზეც უკვე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. გავიხსენოთ ისიც, რომ ასევე 4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ 7 პირს, მათ შორის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, სულ რამდენიმე დღის წინ 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სხვა ეპიზოდებზეც უახლოეს კვირებში იქნება და დადგება განაჩენი. აი, რა საჩვენებს, მარტივად გითხავთ, პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა და სასჯელის ის ზომა, რომელიც კონკრეტული პირების შემთხვევაში უკვე ვიცით. მოგესალმებით, დილა მშვიდობის. უპირველეს ყოვლისა ვფიქრობ, აჩვენებს იმას, რომ ამ ქვეყანაში არის არა მარტო საჯულება, არამედ ჩვეულებრივი შუა საუკუნეებრივი, სანახაობრივი, რიტუალური დასჯის ცერემონიები, მისთვის რომ გაიხაროს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მეტი არაფერი. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ჩემს პოლიტიკურ ძალას ეს აქვს შეფასებული არაერთხელ და შევახსენებ დღესაც, როგორც უკიდაგანო პოლიტიკური უპასუხისმგებლობის გამოხატულებას. ამას განაპირობა ის, რომ ნაცვლად სწორი, რაციონალური პოლიტიკური ბრძოლის ფორმებისა მოხდა ისაც მოხდა და ამის შედეგად ათობით ადამიანი საპატიმროშია გამწესებული და ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური უმწიფრობის და პოლიტიკური უპასუხისმგებლობის გამოხატულება იმ პირთა მხრიდან, ვინც ადამიანები წაიყვანა ამ გზით. მაშინ როდესაც იმავე დღეს შეიძლებოდა ძალიან ჭკვიანური რაღაცის გაკეთება რეჟიმის წინააღმდეგ, ისეთი რაღაცის, რაც დაასუსტებდა ამ რეჟიმს და მას წაართმევდა რამდენიმე მსხვილ ქალაქს და მილიარდობით დაფინანსებას. და ნაცვლად ამისა, რაც მოხდა ყველამ ნახეთ. და ეხლა მაინც ეგრე დავფიქრეთ, რა ჯობდა რაციონალური, სწორი პოლიტიკური ბრძოლა ყველასი ერთად თუ აი ეს რაღაცა, რაც ნახეთ, ხო? ეს ძალიან სამწუხარო მომენტი, რომლის შედეგადაც ადამიანები სამართლებიან ისედაც რომ რისკის ქვეშ არის ადამიანი, რომელიც ამ რეჟიმს ებრძვის, ხო? მათ შექმნეს დამატებითი საბაბი ამ ყველაფერთვის და ეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ძალიან დიდი გამოხატულება. სხვა საქმეებიც არის გზაში, მათ შორის ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რომელზეც 10-მდე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებული, ბრალდებულებს შორის კი არიან ლელოს დამფუძნებლებიც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ამიტომ რამდენიმე წუთი ამ საქმეზეც გავიჩერდეთ, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ თუ კი აღნიშნულ საქმეზე პროცესი აქამდე ორ თვეში ერთხელ ინიშნებოდა, სადღაც ორ თვეში ერთხელ ინიშნებოდა, ახლა
პროცესი ასე ვთქვათ აჩქარდა და სასამართლო საქმეზე კვირაში 2-ჯერ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს მსჯელობს. რაც შეეხება მოლოდინებს, ბევრი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსების საქმეზე განაჩენი უკვე სადღაც სექტემბრამდე უნდა დადგეს. აი რას შეიძლება ნიშნავდეს საქმის განხილვის დაჩქარება, ეს მინდა გკითხოთ, რისთვის შეიძლება ემზადებოდეს ქართული ოცნების ხელისუფლება და მეორე მხრივ რისთვის ემზადებით თქვენც ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერებსაც ცალსახად დაპატიმრების რეალური საფრთხე ემუქრებათ. მე ვფიქრობ ეს ესკალაცია და დაჩქარება მოწმობს იმას, პირველ რიგში ივანიშვილი არის ძალიან გაბრაზებული. ამავე დროს ის არის გაწმილებული. რატომ? იმიტომ რომ ის მითი, რასაც მას როგორც ჩანს, რითაც მას ყვებავდნენ, იმასთან დაკავშირებით მოხდება სტაბილიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მოხდება გარკვეული სტაბილიზაცია ევროპულ კავშირთან და სტაბილიზაციაში ხოცი არ გულისხმობს იმას, რომ ქვეყანამ არ დააკარგოს რამე, სტაბილიზაციაში ხოცი გულისხმობს იმას, რომ ბიძინა არ დასანქცირდეს, ხო? ეს დიდი განსხვავებაა. ჩემთვის სტაბილიზაცია არის, რომ ქვეყანამ არ დააკარგოს ინვესტიცია, მაგალითად, ხო? ქვეყანამ არ დააკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია, ქვეყანამ არ დააკარგოს შანსები, შესაძლებლობები და ასე შემდეგ. და ქოცისთვის სტაბილიზაცია არის, რომ ბატონი ბიძინა იყოს კარგ ხასიათზე. და ბატონი ბიძინა არ არის კარგ ხასიათზე. იმიტომ ჩვენ ნახეთ 3 ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, მესამეს დროს თითქოს იყო ხო რაღაც გარკვეული ტიპის დინამიკა, თითქოს რაღაც რომ წასულიყო წინ, მაგრამ ნახეთ რომ 2 დღის თავზე ყველაფერი წავიდა ისე უკან. გამოვიდა კობახიძე, თქვა რომ რუბიო თითს ნუ გვიქრავს ხო ჭკუას ნუ გვასწავლის რომ რატომ? იმიტომ რომ ქოცურ ფასად ვერ დავალდნენ, რასაც მე ვამბობდი მე პირადად. თუმცა თუ კი ახლა გაბრაზებული, გაწმილებული და ცუდ ხასიათზეა ბიძინა ივანიშვილი, როგორც თქვენ იძახით, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე განაჩენის სწრაფად დადგომა და ოპოზიციონერი ლიდერების ციხეში გაშვება, რაც ახლა ბრალდებიდან გამომდინარე სავსებით მოსალოდნელი და შესაძლებელია, მას კარგ ხასიათზე დააყენებს? ზოგადად ივანიშვილს უცნაური ხასიათები აქვს, ცნობილია, ასე რომ არც ის გამიკვირდება კარგ ხასიათზე დააყენოს, იმიტომ რომ ის ხო არ არის რაციონალური, პოლიტიკოსი არ არის, ხო, ან რაციონალური მოქმედი პირი არ არის. ის არის აფექტების კაცი, ამიტომ დიდ სიამოვნებას მიიღებს ამით, უდაოდ, ასე მგონია. თუმცა მე მას არ ვიცნობ, მაგრამ საქმეზე ბევრი ვიცი მასზე და აი 6 წელია ყოველდღიურად ვუყურებ როგორ აზროვნებს, ხო, იმიტომ რომ ამ ქვეყანას არც ერთი სხვა ლიდერი არ ყოლია, ბუნებრივია, არც ერთი სხვა გადაწყვეტილების მიღება არ ყოლია, ამიტომ შეგვიძლია კარგად გავანალიზოთ როგორია ის. მაგრამ უფრო მთავარი ჩემი აზრით არის სხვა რამ. ამ მაღალი ალბათობით, ჩემი აზრით მაღალი ალბათობით დაპატიმრებებით და შემდგომი ესკალაციით ივანიშვილი ფიქრობს, რომ ის საკუთარ თავს გახდის უფრო მიმზიდველ სალაპარაკო მხარედ. და მას აქვს ღრმა და ფუნდამენტური კომპლექსები. ის ყოველთვის აი ამდენი მილიარდი აქვს, ხო? ამის მიუხედავად მუდმივად არის დაუცველი. მუდმივად აქვს განცდა, რომ ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცოს. მუდმივად აქვს განცდა, რომ მას ებრძვიან. ის მაგალითად ფიქრობს, რომ კელი დეგდანი იყო ჩართული კრედიტ სუისის ამბავში, ხო? წარმოიდგინეთ. კელი დეგდანი გონია, რომ იყო ჩართული. მას აქვს ფუნდამენტურად აი ეს შეთქმულების თეორია. რატომ? იმიტომ დაუცველობის განცდა აქვს. იმიტომ მილიარდები ვერ დაგიცავს, აქ თუ არ ხარ შინაგანად დაცული, ხო, ვერც ერთი მილიარდი ვერ დაგიცავს. და აი აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, სავარაუდოდ მას ახლა აქვს ისეთი განცდა, რომ ამერიკამის არ მეიჩნია დიდ კაცად, საკვარის კაცად და ახლა გაჩვენებთ თუ არა ვარ მაგარი კაციო. 9 ვერს ჩავსვამ და აი მე მელაპარაკეთო. ჩემი აზრით ახლა არის ამ მენტალობაში. მაგრამ მესამე არ დაგვაიწყდეს, რომ ჩვენ კი ხანდახან ვცდილობთ რომ დავინახოთ რაღაცა ერთიანი სურათი, ხო? რაღაცა ლოგიკაც მათ შორის საუბრობთ ეთერებში. არ უნდა დაგვაიწყდეს ივანიშვილს არანაირი ლოგიკა არ გააჩნია სიამოვნებაში, არანაირი. ამ რეჟიმს არ აქვს პოლიტიკურად გამართული ლოგიკა. ასე რომ არ დავასკვნათ, რომ ეხლა მათ იციან აპრიორი რას აკეთებენ, ხო? საერთოდ მივიჩნიოთ ასეთი რამ. არ ჩავთვალოთ, რომ მათ იციან და ჩვენ ვერ მივხვდით ბოლომდე. მათაც არ იციან. სინამდვილე არის ეს. და მე ისევ და ისევ წინა თვეებში ვამბობდი რეგულარულად და თქვენს ეთერშიც მithქვამს, რომ ისინი დადიან და ევროპულ ელჩებს თხოვენ ნორმალიზაციას, ხო? ეს ნამდვილად ასე მე ვიცი პირველ წყაროებისგან, ხო? როგორც აქ, ასევე იქ, ევროპაში. ეს დასტურდება. ის რომ ამერიკასთან სწორედ ნორმალიზებას, ეს ყველამ ვიცით, ხო? მე შევხვდი სახელმწიფო დეპარტამენტს, იქიდან მხრიდან ისინი, აქედან კიდე კოლეგები, ეს დინამიკა იყო. ანუ ის თქვა მინდა, რომ ისინი ცდილობენ ეგებ რამეს გამოკრან ხელი, გზად, ოღონდაც, იმიტომ რომ არიან ქოცები და მაშინ სადამე რუსები, მათ არავითარი დამოკიდებულება არ გააჩნიათ. და აი ამ რაღაცა გაურკვეველ ფაფხურში არიან, თან რომ სტაბილურდება და თან ვერა.
თან რომ ვითომ ტრამპი კარგი კაცია და თან რომ რა ცუდი კაცია და deep state მართავს, თან რომ ზელენსკი ომს გთხოვს, მაგრამ გაუმარჯოს ზელენსკის ხელი ჩამოვართვათ, სტრატეგიულ საკითხებზე შევთანხმდეთ, თან რომ ომში გვითრევს ევროპა თურმე, მაგრამ თან ვიცი რა, ევროპასთან ნორმალიზება და ის როგორ არ გვინდა კაცო, აი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვია და ისა ქვია ევროპის. აგერავათო ლუქსემბურგშიო, რომ დავიწყოთ ზადვათო. აი ნახეთ, 4 თუ 5 მაგალითი მოვიყვანე, პირდაპირაც გამახსენა უამრავია კიდე. როცა ერთიც ხოცია, მეორეც ხოცია. ამიტომ ვინმე თუ ჩათვალა, რომ ხოცები არიან გონიერი ან იციან რაც აკეთებენ, წარმოდგენა რა აქვს, წარმოდგენა. ცოტათი აკეთებენ იმას, რაც ესე იგი რაც უნდა ბიზნეს, ბევრს აკეთებენ იმას, რაც უნდა რუსეთს და იქ ფაფხურობენ გადასარჩენად. აკეთებენ იმას, რაც არის სწორი. აი თქვენ თქვით, რომ ქართული ოცნების მიზანია ეგებ რაღაცას გამოკრას ხელი და აი ამაზე მინდა ჩაგეკითხოთ პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელები იმ ფონზე, როდესაც ეს სწორედ დასავლური პარტნიორების მხრიდან ასეთი მასშტაბის კრიტიკა ისმის ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით, იცით რომ გასულ კვირას ევროპარლამენტის მწვავე ანგარიშის მიღება მოხდა, რასაც რამდენიმე დღის წინ უკვე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ოფლაიერტის ანგარიშიც მოჰყვა ევროკომისარი საქართველოს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ერთ, არამედ არაერთ საკითხზე მიმართავს რეკომენდაციის, მათ შორის კი არის მოწოდება სწორედ იმის თაობაზე, რომ გაუქმდეს ან საფუძვლიანად გადაიხედოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს შეკრებისა და მანიფესტაციის გამოხატვის თავისუფლებაზე, ისე როგორც მაიკლ ოფლაიერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გამოძიების ფარგლები უნდა გააფართოოს აქციების დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნო ბრალდებებზე. აი პროცესების როგორ გაგრძელებას შეიძლება ველოდოთ, იმიტომ რომ თქვენს მსგავსად არის ვერსია, რომ ქართული ოცნება ტყვეებს აგროვებს, რათა შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან ამ ტყვეებით ივაჭროს. აი რამდენად დაიწყებს საქართველოს ხელისუფლება პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირების საკითხით და საკითხზე ვაჭრობას, ეს ერთი, თუმცა მეორე მხრივ რამდენად გაყვება მას ბრიუსელი და ვაშინგტონი თქვენი აზრით. ამ ამბავში, რა თქმა უნდა, ამ ვაჭრობას გულისხმობ. ხო, გაჩე ორი შესაძლო მოდელია. ერთი არის როგორ ვთქვათ, ფინალური მოდელი, ფინალური როგორც სანამ ეს რეჟიმი არსებობს, თორემ ფინალური არაფერი არ არის და ეს რეჟიმიც ძალიან დასრულდება. ეს კი არა, ნახევარგვარი რეჟიმი დამთავრდა, ხო? ავი ორბანი დამთავრდა 1000-ჯერ უფრო ჭკვიანი, უფრო კარგი, უფრო ძლიერი, უფრო მდიდარიც, ვიდრე ესენი ყველა ერთად. და ის მართლა ჯერჯერობით განათლებული კაცი იყო, ხო, იცოდა ზუსტად რას აკეთებდა, რიტორიკა ქონდა და ესენი არიან რაღაცა წრულმანი ხულიგნები სიამოვნებაში. აი წრულმანი ხულიგნები არიან, რომელიც უფრო მოხვდნენ ძალაუფლებაში, იმიტომ რომ მათმა წინამორბედმა ყველაფერი გააკეთა ამისათვის, ყველაფერი დააშავა, იმისთვის რომ რუსეთის დაზვერვას გამოეყენებინა შანსი და მოეყვანას თავისი კაცი, რომელიც მაშინ არ ჩანდა ვისი კაცი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან გამოჩნდა ვისი კაციც არის. ხო, და ეხლა რა ხარ მოვიდნენ, ხომ დარჩენ ძალისმიერ მეთოდებით, ხო, ძალიან მარტივია. უბრალოდ აი რაღაცა მითი იქნება ხოლმე, ხო, აი ბიძინა ივანიშვილი როგორი ეშმაკია, როგორი ყოვლისმცოდნეა, არაფერი მსგავსი. არაფერი. აი მარტივი კითხვა მაქვს. კაცი რითი განიშჯება, ხო? ვინ ყავს გვერდით? არა. ეხლა რომ შევხედოთ, ამან ვინ მოიყვანა, ივანიშვილმა ვინ მოიყვანა? ყველა ციხეში ყავს ქურდობისთვის. ხო, ერთი იყო და ბავშვებს დარწავდა, ხო, ბაგაბაღებს, მეორე იყო და ჯარს დარწავდა. მესამე იყო და მოხუცებს დარწავდა. აი ესეთი კაცია ბიძინა ივანიშვილი. მან გახადა შესაძლებელი ეს ხალხი. ეხლა პანდაბუნდი ციხეში უზის, ყველა ყოფილი თავდაცვის მინისტრი რამის, ხო, ციხეში უზის, ყოფილი პრემიერები ციხეში უზის. ესე იგი ქურდების გარდა ვერავის ვერ ქმნის, ხო? და ვინმე თulis რომ დღესვით ძალიან აიმედ განწყობილი არიან, რატო? რატო? ესე იყო, მე ამაცაც ვამბობდი, ვინც ახლა ციხეშია, რაც იყვნენ და ომი გინდაო მეძახდნენ. და ეხლა თვითონ დააპატიმრეს ეს ყველა. და მე დღესაც ვამბობ, რომ ესენიც იგივე არიან და უარესი. ეხლა ხომობენ რაღაცას. ხვალ კიდევ შემდეგი მოვა თუ დაცალდათ ხვალ და ამათ მიუსვამენ იმათ. აი მინა მაყურებელს ვკითხა, აი შეიძლება რომ ადამიანი რომელმაც ყველა ვინც მოიყვანა ძალაუფლების სადავეში, ყველა აღნიშნა ერთმანეთზე უარესი საშინელება. აი ამ ადამიანზე არ უნდა დაფიქრდე? რაც არ უნდა ხოცი იყო. როგორ მოხდა კაცო, რომ ერთმა ბაგაბაღები გაძარცვა, მეორემ ჯარი, მესამე იმაზეა დაჭერილი, მეოთხე ამაზე. ან ნორმალური ვინმე შექმნა? კითხულობ. ნორმალური პოლიტიკური ლიდერი ვინ შექმნა ბიძინა ივანიშვილმა.
ხო, ძალიან როგორ ვთქვათ, ზედაპირზე არის, ხო, თუ ცოტა მაინც დაწამავს გონებას ადამიანი. ამიტომ შეკითხვამდე შედგება ესეთი ვაჭრობა თუ კი რა თქმა უნდა აი ამ პატიმრების თემით ვაჭრობა ქართული ოცნების ერთ-ერთი მიზანი და რადგან დასავლელ პარტნიორებთან აი ამ ვაჭრობის შესაძლებლობაზე ვსაუბრობ თვითონ ბრიუსელთან ურთიერთობებზე ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ აი ამ დასავლელი პარტნიორებისადმი ქართული ოცნების შეთავაზება არის შემდეგი, დავსხდეთ, ვისაუბროთ, მაგრამ ზემოდან თითის დაქნევით ნუ გვიყურებენ, იმიტომ რომ საქართველოს უკანა ეზო არ არისო, ეს მთლიანად ბრიუსელს ეხება, ხოლო უშუალოდ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ოფლაიერს რაც ეხება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ვახსენე, აი რამდენიმე დღის წინ ეს ადამიანი ასე დაგვეხასიათა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. ოფლაერტი არის ადამიანი, რომელმაც 2024 წელს სხვადასხვა დროს რამდენჯერმე, როგორც განცხადებებით, ასევე წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ითხოვდა, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი გაუქმებულიყო. შესაბამისად, მარტივი კითხვა. ოფლაერტი ითხოვდა თუ არა, რომ კანონი არ ყოფილიყო აკრძალული და შესაბამისად ყოფილიყო დაშვებული სკოლებსა და ბაღებში LGBT პროპაგანდა. ითხოვდა თუ არა, რომ ამ თემის წარმომადგენლებს ქონოდათ შესაძლებლობა ბავშვები აეყვანათ, ითხოვდა თუ არა, რომ ჩანაწერი ის ცესტის აკრძალვის შესახებ ამოღებული ყოფილიყო და გაუქმებულიყო. დიახ, ეს ადამიანი ამ ყველაფერს ითხოვდა, ეს არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის შეფასება ამ ადამიანის შესახებ. აი თქვენი სათქმელი რა არის ადამიანის უფლებათა კომისარზე და ხო აი რა ვიცით მაიკლ ოფლაიერტის შესახებ? ნუ გორდულაძის თუ ვინც არის ბოდვებს მე არ ვუპასუხებ, ისინი ესხმიან თავს მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს ყველას, თვითონ არიან, აი მოდი შევხედოთ რეალობას, ხონა დაერქვა სახელი. წერა-კითხვა არიციან, მათ ნახევარს დიპლომით არ აქვს და ვისაც აქვს, უმეტესობას მეგონი ნაყიდი აქვს. პრეზიდენტად ყავთ კაცი, რომელმაც ეხლაც ვერ გაიგო რას აკეთებს, აი გულით მეწოდება ხო ვერ გაიგო ამ კაცმა რას აკეთებს. ერთხელ დაურეკეს, უთხრეს პრეზიდენტი და გახდა და იმის მერე არის შოკში. და ყბადაღებული დადის, ხო? პრემიერად ყავთ სრულიად შეურაცხყოფი პიროვნება, რომელიც უბრალოდ შავზე გიბგიცებს თეთრს და პირიქით, გაგნებაში არ არიან არც ოფლაერტის, არც ეკონომიკის, არც ბრიუსელის, არც ტრამპის. ეგენა გიბგიცებდნენ? აბა ტრამპი მოვიდესო 20 იანვარი, 20 რამდენი 20 იანვარი გავიდა მაგის მერე? რამდენი 20 იანვარი გავიდა? ეგენი არ გკითხებდნენ რომ უკრაინა ომში გვთავსო? ეხლა რატო ართმევენ ხელს ზელენსკის? მე ვთავდი ომში? კობახიძეებს ყურში მიჩურჩულესო რომ ომში ჩაერთო, ჯერ ვერ გავიგეთ მარცხნაში და მარჯვენაში, ხო? და ეხლა გამოდის და იგივე ევროპასთან დადის ბოჭორიშვილი და აკელჩევთან და ნორმალიზება მინდაო. აი ხოც რომ ნორმალური ადამიანი დაუჯერებს ან ენდობა, ხო? იქ უკვე ნორმალურობის პრობლემები იკვეთება ადეკვატურობის. აი ეს არის რეალობა, ხო? და ეხლა რაღაცა სისულელეს რო იტყვიან, რაც ეხლა აქ მოვისმენთ კიდევ, ხო? ამას უკვე უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს არის პარანოიული ბოდვა და მეტი არაფერი. მაკა ბოჭორიშვილი რადგან ახსენეთ, ევროპელები ერთი მხრივ ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციასთან დაკავშირებით გამოხატავენ წუხილს, მეორე მხრივ კი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს და საზოგადოება კიდევ უფრო დაიყოსო. ეს არის სწორედ მაკა ბოჭორიშვილის მორიგი განცხადება, რომელიც ამ 2 დღის წინ მოვისმინეთ. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრს სხვა განცხადებებიც ჰქონდა, რასაც მაყურებლებს რომ გავახსენოთ, რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრიფინგით გამოეხმაურეთ და როგორც თქვით, იწყებთ კამპანიას გავაგებინოთ მაკას, რათა ეს სწორედ საგარეო წყების ხელმძღვანელოს პუნქტობრივად განუმარტოთ, რა და რატომ არის მიუღებელი ევროპელი პარტნიორებისთვის ქართული ოცნების პოლიტიკასა და მათ შორის ხელისუფლების მიერ შეცვლილ კანონებში. აი როგორ ფიქრობთ, გააგებინეთ მაკას? ვერა. ეხლა თქვენ გისმენთ, მე ვფიქრობ, ეს ჩემი ეს კამპანია, ეს ერთი მხოლოდ არის კრახისთვის განწირული ჩანასახშივე. ეს რაღაც ზედმეტად გულკეთილი კამპანია არის, იმიტომ რომ მაკა ბოჭორიშვილი არის ოპორტუნისტი, არ ვიტყვი კარიერის, და კარიერა კარგი რამე არის, თუ სწორი პრინციპებით აკეთებ, რატომაც არა, თუ შრომობ, მაგრამ ოპორტუნიზმი ცუდი რამე არის, ხო? მაკა ბოჭორიშვილი მუშაობდა სალომე სამადაშვილთან, ჯერ კიდევ ძველ დროში, აი წინა ხელისუფლების დროს, როდესაც სამადაშვილი იყო ელჩი ბრიუსელში და მას აქვს საუკეთესო დახასიათება ნათქვამი მაკა ბოჭორიშვილის სიკვდილების და მათ შორის როგორ გიჟდებოდა მაკა ბოჭორიშვილი, იცით ვიზე? მიშა სააკაშვილზე. დიახ. ამიტომ რა უნდა თქვა მე ამ ქალზე? ეს არის ადამიანი, რომელიც იმისთვის ას დღეს ქვია, რა ვიცი, ყელს გამოჭირდა ვიღაცას.
და როგორ დიდ სიამოვნებას იღებს, რომ ქვია საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ალბათ ვერ იღებს სიამოვნებას, იმიტომ რომ ვინ აღიარებს მის საგარეო მინისტრობას ტაჯიკეთში და იმებში და ორმანთან დადიოდა და იქაც ვეღარ ჩადის. აი მოგწმის საცდაობით, ახლა დადის ტაჯიკეთში და აქ თუ ხელი გამოკრა რაღაცა კონფერენციას იქ დადის საგარეო მინისტრი, შეიძლება ესე იყოს. ნახევარი მსოფლიო რო ხელს არ გართმევს, აი საგარეო მინისტრი ხარ. ხო, მესმის არ გამძიმია მთელი ცხოვრება ეს უნდა და ხან ერთ რეჟიმთან იყო, ხან მეორესთან, ხან ერთთან იყო დამთფარი, ყველაზე კარგად თქვა, ხან მეორესთან და მე გეუბნები ხომ ხალხის ვისმე ხომ ვინც იყო მისი ხელმძღვანელები, ხო, ვისაც ახსოვთ ეს ადამიანი, როგორ გიждდება და მიშა სააკაშვილს და მე რა ვთქვა მაგაზე, ხო? და აი ეს ხელისუფლება, ეს ხალხი გამოდის პარტია და ჩემზე ამბობენ მაგალითად და სხვა ხალხთა პოლიტიკოსებზე მათ შორის. მე რომ მე მეშვიდე და მე კლასში ვიყავი, ეგენი რომ იმ ნაცების დროს მინისტრების მოადგილეები იყვნენ და გამწესებული მართლაც deep state-ად, ხო, ვერ მოვიშორეთ ეს სენი. და მე მეუბნებია რომ შენ ხარ ნაცი და რაღაცა, ხო, თქვა და სისხლიანი წელი. ჩემ ბავშვობაზე წარმოიდგინეთ და თვითონ ყველანი იყვნენ პროკურატურებში, საელჩოებში, სასამართლოებში და ასე შემდეგ. თვითონ იყვნენ თანაზიარნი ყველამ გამოცდილების. რაც მაშინ იყო და მე ვარ პასუხისმგებელი. ტაჯიკეთი ახსენეთ და მოდით ამაზე ჩაგეკითხებით და ამ კონტექსტში მთავრობის საგარეო ვიზიტებით შევაფასოთ ევროპასთან ქართული ოცნება უფრო და უფრო ღრმა დაპირისპირებაში შედის, თუმცა ისამაგიეროდ ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს აზიურ ქვეყნებთან. იცით რომ ირაკლი კობახიძე გასულ კვირას ვიზიტით ჯერ ყირგიზეთში იმყოფებოდა და შემდეგ იყო ვიზიტი ტაჯიკეთში. მალე იქნება, როგორც თვითონ მთავრობის მეთაური აანონსებს, ვიზიტი ყაზახეთში, ხოლო ივლისში უკვე თვითონ უზბეკები და თურქმენეთის პრეზიდენტები ჩამოვლენ ჩვენთან. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ურთიერთობებში და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასო, ამბობს ირაკლი კობახიძე. ხო, აი რა შეიძლება ითქვას უკვე ქართული ოცნების პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებზე, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ევროპელების ჩანაცვლებას ცდილობს. ხო, პირველი თქვენ აბსოლუტურად სწორად ამბობთ, ის მიზანი, რაც ახლა გააჩნია რეჟიმს, არის ჩანაცვლება. აი ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კაფედ უნდა ვთქვათ ხალხს შემდეგი. ვაჭრობა ყველასთან არის კარგი და საჭირო და სწორი. რუსეთის გარდა, რუსეთთან უნდა იცოდე. გარდა როგორ რუსეთს უნდა ივაჭრო, მაგრამ რუსეთი არ არის იგივე რაც ყველა სხვა, ხო, სხვა პრობლემის გამო, მაგრამ ყველასთან ვაჭრობა არის კარგი. ყველასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები კარგი. ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ აი როდესაც შეცდომით ჩანაცვლო ამათით ისინი, ანუ ამ სახელმწიფოებით ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩაანაცვლო, ეს არის პრობლემა. დღეს რა კურსად შევუყურებთ? ეს პირველ რიგში არის ჩანაცვლების კურსი. პრემიერ-მინისტრი ღია თქვა, რომ ჩინეთი უნდა რომ შეცვალოს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული კავშირი, ეს ერთი. და მეორე, ჩვენ ხედავთ, რომ ეს კურსიც არ მუშაობს. ხო, ძალიან მარტივად გაეროს რეზოლუცია მაგალითად, ხო, რომელიც ეხლა ხან გავიდა. ამ რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი ზუსტად იმ სახელმწიფოთა ჯგუფმა, ვისითაც უნდათ რომ ევროპა შეცვალონ, ხო? მათ შორის არც ჩინეთმა, არც ირანმა, არც ინდოეთმა, არც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა, არც სერბეთმა, აი ახლა პრეზიდენტი ყავდათ, ხო? მაგის მერე ჩამოყვანილი, ხო? აი სერბეთმა არ დაუჭირა მხარი და პრეზიდენტი ჩამოიყვანეს. აი ეს უკვე ქოცურია. ანუ როგორ მე არ და ჩემი დევნილების დაბრუნებას არ დაუჭირა მხარი სახელმწიფომ და მისი სახელმწიფო მეთაური, რომელიც პირდაპირ არის განაცხადის მიმღები პირი, ვუჩიჩი, ყავდა ჩამოყვანილი და დავატარებდი აქეთ იქით რომ მეტი არ უნდა ჩამოდის, ხო და რა გავაკეთე? აი მარტო ქოც შეუძლია რომ იყოს ასეთი თვითდესტრუქციული იდიოტი, ხო? რომელიც მუდმივად იმას აკეთებს, რაც ამენებს მის სახელმწიფოს და ყველა ფაქტი ამას მეტყოლებს, ხო? აბსოლუტურად. რომ არც ერთი ეს პარტნიორი არ გვიჭერს მხარს. და მესამე, მე უბრალოდ ვთვლი რომ საქართველოსთვის და ქართველებისთვის ვერც ღირებულებითი კუთხით, ვერც გეოპოლიტიკური კუთხით და ვერც ვერანაირი კუთხით ვერ ჩანაცვლდება რეალურად ვერც ევროპული კავშირი და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. ეს გამორიცხულია უბრალოდ. ადო გრიგოლ, ერთი კითხვა რუსეთსა და რუსეთთან ურთიერთობაზეც, ხან მარია ზახაროვა და ხან ვინ და ხან ვინ კვირაში უკვე არა თუ მინიმუმ ერთხელ ორჯერაც კი გვეცმის განცხადებები, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან ძველი ურთიერთობები აღადგინოს. ხა ბოლო დროს საკმაოდ ხშირად მიწევს ამ კითხვის დასმა, თუმცა კიდევ ერთხელ, აი რატომ გადაგვეკიდნენ და აქვე კიდევ ერთ
საკითხს შევეხოთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის წარმომადგენლებს რუსული ენის დღის აღნიშვნა სურდათ საქართველოში, თბილისში, რამის რითაც თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სხვა შორის მომხდარის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს მარია ზახაროვა. აი რატომ უნდათ რომ მაინდა-მაინც თბილისის ცენტრში აღნიშნონ რუსული ენის დღე, როცა იციან საქართველოში ქართველების მხრიდან ამას რა რეაქცია მოხდება? აი ზუსტად მაგითო, მათი მიზანი არის შეგვაგულონ, რომ დიახაც ქალაქის თავარ მოედანზე იქნება რუსული ენის აღნიშვნის დღე. დიახაც პრეზიდენტად გამორჩეული იქნა არა რომელიღაც პირი, ხო, ყავალაშვილის მარტო ქვარო გადააგდო, ყავალაშვილზე უკეთეს დაეცემა, ხო? აი მართლა ნებისმიერი გამლელი რო აიყვანო, უფრო ადეკვატური იქნება იმ ამპლუაში, ვიდრე არის ყავალაშვილი. მაგრამ ნახეთ, ვინ გამოარჩიეს? გამოარჩიეს ის პირი, ვინც არის პრორუსული ჯგუფის, ვინც იყო პრორუსული ჯგუფის წევრი და ეხლაც არის ხო ფორმალურად ხალხის ზალის და ვინც იყო რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი, ვინმეს ხორგორი შემთხვევით მოხდა. არა, ეს იყო აი ამაზე კაფეო და ჩამდეს, ხო? ანუ ვერ იპოვიდნენ პროფესორს მაგალითად, ხო? ნეიტრალურ შვიდს, ხო, ივანიშვილს ერთად გამედარდებდა, რომ პრეზიდენტად დაესვა ვიღაც ისეთ, ვინც იქნება ძალიან შვიდი. ხო და რაღაც. ნუ ვერ იპოვიდნენ, აი პროფესორი არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ შევა გაგექცეს ხელიდან, ხო, წერა-კითხვა იცის და არგუმენტი აქვს და ეგ აღარ უნდოდა, იმიტომ რომ უკვე ორჯერ გაექცა პრეზიდენტი, წინააღმდეგ პრეზიდენტი ორივე გაექცა ხელიდან, ხო? მის მიერვე ერთდროს მოყვანილი. მაგრამ აი ვინმე ხო შევა გეპოვნა ადეკვატური, ვინც არ გაგექცეოდა, ხო? აი იცი რომ არ გაგექცევა რა, იქნება არა, მაინც და მაინც ეს კაცი მოიყვანეს და ყველა მხოლოდ ვიკითხოთ რატო? ზუსტად და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო პრორუსული ჯგუფის წევრი. და რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი. იმ 5-6 ადამიანის შორის შეიტანა რუსული კანონი. აი ეგეც მაგითო მოხდა. ეს რუსული ენის დღეს მაგითო მოხდა. იქამდე გავრილოვი რატო ჩამოიყვანეს და რატო ჩაჯდა ესე იგი სპიკერის სამმართველოში ეგეც მაგითო, რომ 100 რაღაცა წლის თავზე პირველად რეალურად რესპუბლიკის გამოცხადებიდან ხო ქართული პარლამენტის მთავარ სკამში ჩამჯდარიყო რუსი კომუნისტი დეპუტატი. ეგეც მაგითო მოხდა. ვინ შემოიყვანა გავრილოვი, ვიცით ხო ვინც? ირაკლი კობახიძემ და არა სხვა. სხვებს უფრო უკავშირდება ხო რაღაც ეგ მოვლენები და ღამები და გასაგებინების გამო სხვა პოლიტიკოსებთან ასოცირებს. არ დავივიწყოთ, ვისი არ გადადგომის გამო მოხდა რომ თვალები დაკარგა ხალხმა. ირაკლი კობახიძე, რომელიც ბაქოში იყო მაშინ და შეეძლო იმ დღეს გადადგარიყო და ხალხი წავიდა სახლში. და მაკო გომურს ეკრებოდა გამართულად ყველაფერი. და არ ეკრებოდა ეს ზარალი მიყენებული და სხვა ხალხი არ ეკრებოდა დაზარალებული. რეზინის ტყუების ძანება ვინ გასცა იმ დღეს რადგან ამ თემამდე მოვედით. ჩვენ ფაილებს გავხსნით აუცილებლად, მეცნიერებს უნდა გადაეცეთ, ისტორიკოსებს ეს ფაილები და აი ერთ დღეს როგორც ეხლა მე თქვენ გიყურებთ და აქ ვზივარ, აი ესეთივე სიცხადით ვნახავთ ყველანი, ამას დარწმუნებული ვლაპარაკობ, რომ რუსული საგარეო დაზვერვის ოპერაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია კაცობრიობის ისტორიაშიაც კგბ-ს ჩაუტარებია. აი ეს ხდებოდა ჩვენ წლებში. ეს მოვლენები რადგან ახსენეთ, ხა 2 დღის წინ იყო 20 ივნისი, ამ დღეს უახლესი ისტორია სწორედ გავრილოვის ღამის სახელწოდებით იცნობს, ამ თარიღთან დაკავშირებით წელსაც საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში, რომელშიც სხვა შორის ლელოც იღებდა მონაწილეობას. 7 წლის წინ რუსი გავრილოვი ჩაჯდა პარლამენტის მთავარ სავარგულში, ახლა კი ყველგან გავრილოვია, გავრილოვის ღამე, გავრილოვის დღეებად, თვეებად, წლებად გაგრძელდაო, სხვა შორის ეს კომენტარი თქვენმა თანაპარტიელმა გააკეთა. აი მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 7 წლის წინანდელი მოვლენები, როგორ დარჩება გავრილოვის ღამე საქართველოს ისტორიაში, თუმცა ამავე დროს უშუალოდ აი მთავარ კითხვებზეც მინდა რომ ვისაუბროთ, რომელიც ამ ღამის მოვლენებმა დატოვა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის ვინ გასცა რეზინის ტყუების გამოყენებაზე ბრძანება, სხვა შორის აი მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ახლა უკვე ვისმენთ რომ ასეთი ბრძანება არა გიორგი გახარიას, არამედ ანზორ ჩუბინიძის მიერ გაიცა საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს. აი თქვენ რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, ვინ გასცა ბრძანება, რომლის შედეგადაც აი როგორც თქვენ რამდენიმე დღის წინ აღნიშნეთ, არაერთი ადამიანი დაშავდა. და განსაკუთრებით სწორედ მაკო გომური. დიახ, დავიწყებ იმით პროექტში, გავრილოვის ღამე აღარ არის მხოლოდ ცალკეული ღამე და ერთი ამბავი. გავრილოვის ღამე, რომელიც ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო ფურცელი არის ჩვენს ისტორიაში თავის მხრივ, ანუ 20 ივნისი რო ავიღოთ, მაგრამ მოვლენათა განვითარების გამო დროთა განმავლობაში და იმ ბოლო 6 წლის და მეტის პრინციპში 7 წლის განმავლობაში რეალურად
ჩვენ მივედით ისეთი ტიპის მოვლენათა ჯაჭვამდე, რომელიც თავისი არსით აღარ არის ერთი ღამე. და მართლა დავეთანხმები შევს კოლეგას თუსო ვიცი ფიქრიას კომენტარს გითხოვდით. მან ძალიან სულ გავრილოვში ნახცა და ანუ ეს გაცილებით უფრო ფართო პროცესია, რომელშიც სამწუხაროდ საქართველოს ჩაფლეს სრულყოფილად და ეს არის ზუსტად როცა დადგება ეს კარგი დღე, როდესაც ქართველები იქნებიან ისევ ხელისუფლებაში, მე ვფიქრობ ჩვენ ნახავთ წესით იქნება შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია, თუ ისე ვალავ ვიცით, რომ მოყოლებული მინიმუმ მაგ დროიდან და ის შევხედოთ სულ არის ქაოსი, სულ არის კრიზისი, სულ არის სტაგნაცია და სულ არის რუსეთის პროვოკაციული ერთი მეორე თუ მესამე ფორმით ჩართულობები, ინტერვენციები, ხო? სულ მუდმივად. ყველაფერი რაც მოხდა მინიმუმ ამ დროის აქეთ არის რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაცია, ამიტომ ეს არის ერთი დიდი გავრილოვია და რასაც ქვია, ხო, სამწუხაროდ, რომელიც არცად არ წასულა. აქ არის იგივე ლოგიკა მართავს, რაც მას მართავდა. ტექნიკურ ოპერატიულ დონეზე რა როგორ მოხდა, ძალის გადამეტება, ძალის პროპორცია და სხვა, ჩემთვის დღემდე შეიცავს ძალიან ბევრ კითხვას და სურვილს, რომ ყველაფერს ნათელი სახელი ერქვას სამართლებრივად და პოლიტიკურად, მაგრამ ამას სჭირდება ადეკვატური რეჟიმი, იმიტომ ასეთი რეჟიმის პირობებში არაფერსოც არ ქვია სახელი, არც ამას არ ექნება. და აი როცა იქნება ადეკვატური რეჟიმი, მე ვფიქრობ, არც ერთი დღე, არც ერთი მომენტი უნდა დავტოვოთ ჩვენს ისტორიაში, ხომ და აი ეს იყო აქამდე სულ პრობლემა. სულ ეს იყო პრობლემა და თქვენ შემიძლია უკეთ გახსოვთ და უფრო მეტის და უფრო მეტი ხანია, რაც საზოგადოება ასპარეზზე ხართ და აშუქებდა. პრობლემა ყოველთვის იყო ჩემს ერთი. რა, რომ არასდროს არავის და არაფერს სახელი არ ერქმეოდა. არავინ არ აგებდა პასუხს და ასე შედა. ამიტომ გამომპალ ფუნდამენტზე დგას სახელმწიფო და ესეთი სახელმწიფო ვერ გაიხარეს. მე მევქრობ იმას, რომ ყველაფერს ერქვას სახელი და ერთიანად, შვიდად, კანონიერად გავაგრძელოთ უკეთესი საქართველოს შენება. მადლობა ბატონ გრიგოლ სტუმრობისთვის, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. გრიგოლ გეგელიას დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ გეოპოლიტიკური პროცესების შეჯამების ბლოკი გველოდება წინ, ასე რომ დაგვაქვს. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელი ნიკოლოზ ხატიაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ნიკოლოზ და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით, მადლობა. ბატონ ნიკოლოზ, გაცემის ამ ნაწილში მოდით მსოფლიო პოლიტიკური პროცესები მიმოვიხილოთ. პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც გუშინ შვეიცარიაში შედგა პაკისტანისა და კატარის დელეგაციების მონაწილეობით და სხვა შორის როგორც თავად პაკისტანის და კატარის მხარეების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, მოლაპარაკებები დადებით და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა და მიღწეულია იმედის მომცემი პროგრესი. მათივე განცხადებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ მაღალი დონის კომიტეტი 60 დღის ვადაში საბოლოო შეთანხმების მიღწევის საგზაო რუკაზე შეთანხმდა. აი ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც მედიაში ვრცელდება, როგორ უნდა შეფასდეს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შვეიცარიაში გუშინ გამართული მოლაპარაკებები და აქვე ხო ომის დასრულებაზე შეთანხმების მიუხედავად ისევ არ კარგავს აქტუალურობას კითხვა, რამდენად ნიშნავს ეს შეთანხმება კონფლიქტის რეალურ და საბოლოო დასრულებას. აი რა იქნება მომავალში, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება წავიდეს ასე ვთქვათ ირან-ამერიკის ურთიერთობა და რაც მთავარია, რამდენად არსებობს აი ამ კონფლიქტის განახლების რისკი. დიახ, ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება ირან-ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ნახეთ არაერთი მცდელობა იმისა, რომ გარკვეული შეთანხმება მიღწეულიყო, იგივე როგორც ფორმალურად, ასევე არაფორმალურად, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ, რომ წინა თვეების გამოცდილების გათვალისწინებით არც ერთმა ამ შეთანხმებამ არ იმუშავა. აქ მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამ ხელშეკრულებებში შედის, რაზეც არის საუბარი ხოლმე, ზოგ შემთხვევაში ან ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ან ირანის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ასე
ასე რომ საერთო კონსენსუსის და ენის გამონახვა და ისეთ საკითხებზე შეჯამება და შეთანხმება, რაც ორივე მხარის ინტერესებში იქნება, ძალიან რთულ პროცესად მეჩვენება. მე არ გამორიცხავ. დიახ, დაასრულეთ და ხო, ანუ არ არის გამორიცხული ისევ ჩვენ ვიხილოთ რაღაც მემორანდუმის გაფორმებაც, შეიძლება გარკვეული შეთანხმებაც გაფორმდეს, თუმცა მან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ რამდენად მოხდება ამ შეთანხმების აღსრულება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ მაგალითად ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, რომ მოხდა შეთანხმება, გაფორმდა კონკრეტული მემორანდუმი, თუმცა მეორე დღეს ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაიკეტა. ანუ ძალიან турბულენტური სიტუაცია არის ირანის კონტექსტში და მე ამ ეტაპზე გარკვეულწილად არარეალისტურად მეჩვენება ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ერთი მხრივ იქნება ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად და მეორე მხრივ იმდენად ეფექტურად მოხდება ამ ხელშეკრულების აღსრულება, რომ ეს მოახდენს ამ კონფლიქტის დეესკალაციას. თუმცა მაინც ეს ძალიან არასტაბილური ვითარება არის და ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ბევრი რისკი იქნება. აი შეთანხმების დღევანდელი ტექსტი, დღევანდელი ვარიანტი, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ უფროა. თვითონ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, კონკრეტულად მინისტრი წერს სოციალურ ქსელ X-ზე, რომ ირანის ნავთობზე სანქციები მოიხსნა და ირანის საზღვარგარეთ გაყინული აქტივების ნაწილი გათავისუფლდა და ირანისთვის მასშტაბური რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმა დაიწყო, ამბობს აბას არაღჩი. აი მოუწია თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმაზე მეტის დათმობა, ვიდრე ამას დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, ასე ვთქვათ, თავდაპირველად აპირებდა და ვარაუდობდა. ანუ ხო, რა პასუხი გაქვთ იმ კითხვაზე, რომელიც უკვე დაგისვით, ვისი ინტერესები უფრო მეტადაა გათვალისწინებული, აი იმ შეთანხმების 14 პუნქტში, რომელიც ყოველ შემთხვევაში დღეისთვის დევს სამუშაო მაგიდას. ნუ რა თქმა უნდა, ეს ამერიკის ინტერესებში ნამდვილად არ იქნება, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ირანზე ზეგმოქმედების და ზეგავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო სწორედ სანქციების დაწესება, ირანულ აქტივებზე ასე ვთქვათ, წვდომის შეზღუდვა და სხვა მექანიზმები, როდესაც ჩვენ საუბრობთ ირანის ნავთობზე სანქციების მოხსნაზე, კონკრეტული რაღაც ფონდის შექმნაზე, რომელიც მოახდენს ირანის რეკონსტრუქციას, ეს რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს და ამერიკა ამ სიტუაციაში ძალიან სუსტ ქვეყნად წარმოაჩენს თავს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ ამგონია საბოლოო ჩანაწერი იყოს, ან საბოლოო გადაწყვეტილება იყოს და ამ პროცესს კიდე ექნება ალბათ გაგრძელება, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ თქვათ ამ პირობებით მოხდა საბოლოო შეთანხმება და ირანმა შეძლო ძალიან სწრაფად გაძლიერება და ამ პირობებში ირანი ნამდვილად შეძლებს სწრაფად თავისი შესაძლებლობის გაძლიერება, ეს უკვე შესაძლოა იმაზე უარესი სურათი მიიღოთ რეგიონში, იმაზე უფრო საშიში გახდეს ირანი, ვიდრე ეს იყო აქამდე. აქედან გამომდინარე, არ ვიცი რამდენად საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასევე არ უნდა დაგვაუწყოს ჩვენ ისრაელის ფაქტორიც და არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენ ცალკე ისრაელის და ცალკე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ირანის კონტექსტში, იმიტომ რომ ორივე ქვეყანას გარკვეულწილად განსხვავებული ინტერესები აქვთ ირანთან დაკავშირებით. ეხლა ამერიკის ინტერესებში არის, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იყოს, ამერიკის ინტერესებში არის, რომ მისი მოკავშირეები ყურის ქვეყნებში, ვინც ირანის მეზობლები არიან და რეგიონში არიან, ისინი იყვნენ უსაფრთხოდ, ხოლო ისრაელის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის და რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესებში არის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა შეჩერდეს და ისრაელის ინტერესებში არის, რომ რეჟიმი შეიცვალოს, იმიტომ რომ ისრაელი განიხილავს ირანს როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს და აქედან გამომდინარე არსებული ირანული რეჟიმი მუდმივად იქნება ისრაელისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა. ასევე აქ კრიტიკული მნიშვნელობა ექნება ირანის პოზიციას იგივე ჰეზბოლას, ჰამასის და სხვა ეგრეთ წოდებული პროქსების მხარდაჭერის კუთხით, იმიტომ რომ ეგეც ამერიკის ინტერესებში არის და ისრაელის ინტერესებში და თუ ვერ მოხერხდა ამ ყველაფრის მიღწევა, გამოდის რა, რომ ვერც ერთმა ქვეყანამ, ვერც ისრაელმა და ვერც ამერიკამ ვერ მიაღწიეს ხო თავის ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება, რომ ამ პირობებით, რაც დღეს არის გაჟღერებული, ეს შეთანხმება შედგეს. თუმცა დღეს ისე სწრაფად ვითარდება გლობალური პოლიტიკა, რომ არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია კონკრეტული დასკვნების გამოტანა. ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ რაც შეეხება სხვა კონფლიქტებს და მსოფლიოს სხვა ქვეყნების
პრობლემებს, აი დრო რომ სწორად გავანაწილოთ ახლა რამდენიმე წუთი უკრაინაზე და ამავე დროს პოლონეთსაც მინდა დავუთმოთ, იმიტომ რომ ვოლოდიმირ ზელენსკის აშკარად დაეძაბა ურთიერთობა პოლონეთის პრეზიდენტთან. კაროლ ნავროცკი იგივე საკეთებს, რასაც ორბანი აკეთებდა და ეს ძალიან ცუდად დასრულდება, ერთგვარად იმუქრება უკრაინის პრეზიდენტი. აი რამდენად არსებობს, ასე ვთქვათ, ობიექტური მიზეზები, რის გამოც ორი ქვეყნის პრეზიდენტებს როგორც ჩანს ერთმანეთი არ მოწონთ და რა პრობლემები შეიძლება უკრაინას შეუქმნას პოლონეთთან არა მეგობრულმა ურთიერთობებმა. იცით რა არის უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე პოლონეთი განსაკუთრებული მხარდამჭერი იყო უკრაინის მე ვიტყოდი რომ მთავარი მხარდამჭერი და ყველა ის ნაბიჯი რაც პოლონეთმა გადადგა უკრაინის კონტექსტში დასაწყისში მაშინ როდესაც ერთობლიობაში ევროკავშირი პირველ ეტაპზე თავს იკავებდა მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან პოლონეთი იყო ის ასე ვთქვათ პირველი ქვეყანა რომელმაც იგივე ტოვულები მიიღო იგივე დახმარება აღმოუჩინა უკრაინას და ყველა ის ნაბიჯი გადადგა რომელიც საჭირო იყო აი ახლა რა შეიცვალა და რატომ შეიცვალა ამ შემთხვევაში ხა მე ვერ ვიტყოდი რომ ორბანს ვერ შევადარებდი პრეზიდენტის პოლონეთის პრეზიდენტს რადგან ორბანის ხელში იყო ფაქტობრივად აბსოლუტური ძალაუფლება უნგრეთში თუმცა პოლონეთის შემთხვევაში ჩვენ ვიცით როგორ არის მათ გადანაწილებული პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რომელიც უკრაინას მხარს უჭერს პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს ნაკლები გავლენები ვიდრე თქვათ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქედან გამომდინარე კონფლიქტის და დაძაბულობის შემთხვევაშიც არ ამგონია რომ რაიმე არსებითი პრობლემა შეუქმნას პოლონეთმა უკრაინას რა თქმა უნდა გარკვეული ბერკეტები აქვს პოლონეთის პრეზიდენტსაც მაგრამ ერთობლიობაში ის ერთობა და ის ურთიერთობები რაც ჩამოყალიბდა 2022 წლის მერე უკრაინასა და პოლონეთს შორის არ ამგონია რაიმე საფრთხის წინაშე დადგეს კეთილი, რაც შეეხება თვითონ უკრაინა-რუსეთის ომს, მოსკოვზე შეტევა გრძელდება, დღეს დილითაც გავიგეთ მედიით, რომ უკრაინა თავდასხმას განაგრძობს, რის გამოც მოსკოვის აეროპორტებში ისევ შეზღუდვებია დაწესებული, მეტიც, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უფრო შორს წავლენ, როცა საქმე ეხება მოსკოვზე თავდასხმას. აი რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა სიტუაციის ასე შემბრუნება და აქვე აი კრემლის პროპაგანდისტებისგან გვესმის განცხადებები, რომ მოსკოვი უკრაინა რუსეთის ომში ჩაერთვა. აი მართლაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩანდა, რომ მოსკოვი ერთგვარად იზოლირებული, განცალკევებული იყო, ხო? მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან მოსკოვს ყველაზე ნაკლებად შეეხო მათ შორის სამხედრო მობილიზაცია. აი ახლა რას ნიშნავს უკრაინასთან ომში უშუალოდ მოსკოვის ჩართვაც? მაგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. პირველი ფაქტორი არის ის, რომ უკვე ძალიან აშკარა გახდა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის უკვე რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინც მავნე პროპაგანდის მსხვერპლი იყო, რომ უკრაინამ მოიპოვა მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას გადამწყვეტი უპირატესობა სამხედრო ფრონტზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები და კრიტიკული დატვირთვა აქვს იმას, რომ უკრაინამ შეძლო თავისი წარმოებული იარაღის განვითარება ისე, რომ მისი დამოკიდებულება უცხოური იარაღზე შემცირდა და ეს ორი ფაქტორი უკვე მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს და აძლევს საშუალებას, რომ უკვე მოსკოვზე ესეთი აქტიური შეტევები განახორციელოს. ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ ასუსტებს რუსეთს, რომელიც ისედაც დასუსტების ფაზაში არის შესული და რა თქმა უნდა როდესაც ჩვენ საუბრობთ ომის წარმოებაზე, არის საველე ოპერაციები, საველე სამხედრო მოქმედებები და არის ფსიქოლოგიური განზომილება. საველეში ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი წარმატება აქვს რუსეთის კონტექსტში და ასევე ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინას ფსიქოლოგიური უპირატესობაც აქვს მიღწეული რუსეთის კონტექსტში. იგივე მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ მაისის აღლუმი ხო ანუ ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი გზავნილი გაკეთა მაშინ ზელენსკიმ როდესაც თქვა რომ აი მე ნებას გხდავთ რომ ჩაატაროთ აღლუმი ასევე წერილის მიწერა ზელენსკის მხრიდან და ასე შემდეგ ერთობლიობაში ეს ქმნის გარკვეულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას უკვე რუსეთზე და თუ თქვათ აქამდე რუსეთს პრობლემები ჰქონდა ფრონტზე ეხლა უკვე რუსეთის შიგნით იმ მოსახლეობის
შორისაც გაჩნდა გარკვეული პროტესტი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დეзинფორმაციის რუსული დეзинფორმაციის მსხვერპლი იყო. აქედან გამომდინარე, მოსკოვის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება მოკლე საშუალო პერსპექტივაში გარდამტეხიც აღმოჩნდეს უკრაინის ომთან დაკავშირებით და რაც თავარია, უშუალოდ უკვე რუსეთის მოქალაქეები თავის თავზე განიცდიან და თვითონ ხედავენ ამ ომის შედეგებს. კი ბატონო, ბოლო კითხვა და კიდევ ერთი ქვეყნის შესახებ, ახლა გითხარით რა ხდება დიდ ბრიტანეთში, იმიტომ რომ მედიის ინფორმაციით კირ სტარმერმა დღეს შესაძლოა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადოს. სხვა შორის ამ ინფორმაციას დონალდ ტრამპიც ეხმაურება და ასეთ რამეს წერს. კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება მან სრული კრახი განიცადა და წარმატებებს უსურვებო. ბოლოს ამასაც აყოლებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. აი რამდენად შეიძლება ტრამპს დავეთანხმოთ, რომ სტარმერმა კრახი განიცადა და რატომ შეიძლება ის პოსტიდან მიდიოდეს? ვიცით რა არის სტარმერის წასვლასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია მის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გაჟღერდა ასევე ერთი თვის წინ. არ გამოურიცხავ რა თქმა უნდა ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ რომ რეალურად ბრიტანეთში გარკვეული გამოწვევები არსებობს. ეს ბოლომდე ვერ დავეთანხმები რომ მას სრული კრახი განიცადა, იყო დადებითი ტენდენციებიც, იყო რა თქმა უნდა უარყოფითი ტენდენციებიც, თუმცა ჩვენ ვიცით რომ დიდი ბრიტანეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, ძალიან ცოცხალი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ხოლმე და რომც გადადგეს კირ სტარმერი, ეს არ იქნება რაღაც კატასტროფა ბრიტანეთისთვის, უბრალოდ ეს იქნება დემოკრატიული პროცესის ნაწილი და ჩვეულებრივ ხდება ასე რომ რა თქმა უნდა არ გამოურიცხავ მაგას, თუმცა დავალოდოთ ალბათ ჯობია მოვლენებს და უშუალოდ სტარმერი თვითონ გააკეთებს აბრალებს ხადებას ამასთან დაკავშირებით. მადლობა ბატონ ნიკოლოზ სტუმრობისთვის. დღეს ამ დავასრულოთ. ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელი ნიკოლოზ ხატიაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღეს ნიუსრუმი ამით დასრულებულია. შესაბამისად ერთმანეთს ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.